გამარჯობა. ეს არის Lowlex Solicitors და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საერთაშორისო კომერციულ დავებში იურისდიქციის მნიშვნელობაზე. იურისდიქცია ეს არის ერთ-ერთი პირველი და ხშირად ყველაზე გადამწყვეტი საბრძოლო ველი საერთაშორისო კომერციულ დავებში. ვინ გადაწყვეტს საქმეს, რომელი სასამართლო და სად? თუ შეცდებით, შეიძლება ჯერ კიდევ დაწყებამდე წააგოთ. საზღვარს გადაცილებულ დავებში მხარეები ხშირად მოქმედებენ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა კანონებით. მაშინ აქვს თუ არა ინგლისის იურისდიქცია. შეიძლება თუ არა ბრიტანულ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საზღვარგარეთ. თუ უკვე სხვა სასამართლოს, მაგალითად საფრანგეთში ან დუბაიში მიანიჭეს პრიორიტეტი? პასუხი რამდენიმე მთავარ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი, კონტრაქტი კარგად შედგენილ კომერციულ ხელშეკრულებებში, როგორც წესი, არის იურისდიქციის პუნქტი, რომელიც სასამართლოს ეუბნება. მხარეებმა შეათანხმათ, რომ დავას განიხილავთ ინგლისში. თუ პუნქტი მკაფიო და ექსკლუზიურია, ინგლისის სასამართლოები, როგორც წესი, პატივს სცემენ მას. მეორე, დავის ხასიათი. თუ ასეთი პუნქტი არ არსებობს, სასამართლო მაინც შეიძლება მიიღოს იურისდიქცია. და თუ არსებობს ძლიერი კავშირი ინგლისთან, მაგალითად, თუ ხელშეკრულება არ შესრულდა ან მოპასუხე იქ არის დაფუძნებული. მესამე, ევროპული რეგულაციები ან საერთო სასამართლო ტესტები. Brexit-ის შემდეგ წესები განსხვავდება პარტნიორის მდებარეობის მიხედვით, თუმცა სამართლიანობის წინასწარ პროგნოზირებადობა ეს არის ყველაზე მოსახერხებელი სასამართლო ადგილი და პრინციპები კვლავ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს, მაგრამ ფრთხილად, რადგან იურისდიქციის შესწომა ძვირი დაგიჯდებათ. თუ საჩელი არასწორ სასამართლოში შეიტანეთ, შეიძლება უარყონ ან შეაჩერონ. უარესი შეიძლება ხარჯების სანქციებიც დააგესწრონ. სწორედ ამიტომ ჩვენ იურისტები იურისდიქციის ვამოწმებთ პროცესის დაწყებამდე და არა მის შემდეგ. თუ საერთაშორისო ვაჭრობას ეწევით ან უცხოელ მხარეთან გაქვთ დავა, არ დაელოდოთ პროცესის დაწყებას და იურისდიქცია თავიდანვე სწორად განსაზღვრეთ. რადგან ხანდახან ისეთივე მნიშვნელოვანია, სად იბრძვი ვისთან ერთად. ამიტომ გამოყვებით Lowlex Solicitor-ში და გაიარეთ კონსულტაციას ჩვენს გამოცდილ იურისტებთან.